ბავშვებს უკვე შვილებს რაც შეეხება მათ ისინი ხო არ არიან გაზრდილი იმ ეპოქაში რა რაღაც ფორმალური საბჭოთა იმის რა ქვია პრინციპების როდესაც ადამიანური პროფესიების ხო პროფესიებისა და ოჯახების ჩვენს ოჯახს რა ეკადრება და ეგეთ ცნება უკვე აღარაა რა ეხლა ეგრე არ გაგვიზრდია შვილები რა ჩვენს ოჯახს რაღაც უმაღლესი განათლება ყველას უნდა კონდეს რაღაც ეგეთი ის არა ხო არის ისინი ოჯახები რომ ამბობენ რომ რას ქვია რაღაც პაპა ჩემი იყო უნივერსიტეტ დამთავრებული მე ის ბაბუა ჩემი და ამიტომ თავისუფალი არიან თავიანთ არჩევანში შესაბამისად უფროს ბიჭმა არიჩია ეს კომპიუტერული მიმართულება IT ელექტრონული ინჟინერია ქვია რაც მან დაამთავრა ბაკალავრიატი დაამთავრა უკვე და ეხლა მაგისტრატურაში აბარებს პლუს Fulbright-ის პროგრამაზე გვაქვს შეტანილი საბუთები რაღაც საზღვარგარეთ რომ იქნებ სადღაც ამერიკაში სადღაც წავიდეს კიდე მე მაგისტრატურაში ხო და არა ელექტრონული ინჟინერია არის მის სპეციალობა. გუშინ მოვედი ოფისში და აღმოჩნდა რომ ინტერნეტი არ მაქვს, გადაიწვა რაუტერი, ვაგონთ ვერ მივხვდი რა გადაიწვა. მე რა ვიცი, დაურეკე, მოვიდა ბავშვი რა 22 წლის კაცი. მოვიდა, ის ნახა, ეს ნახა, აიღო ის სახრახნისი, დაშალა რაუტერი, თქვა ეს აღარ გაკეთდება 15 წლისა, ესეთები აღარ გამოდის. გამომართვა 50 ლარი და წავიდა 26 ლარად იაფად იყიდა ახალი რაღაც მოწყობილო მოვიდა დააყენა ჩართო წინვალეთ მუშაობს ინტერნეტი და 24 ლარიც დამიბრუნა კაფი დამიტოვა და წავიდა რა და ის რომ წავიდა ცოლს და ურეკე და მითხარი უთხარი გამოგვადგა შვილი